რომ შრომელმა ხალხმა დაპირებული და დაანონსებული ამბავი შეასრულეს და თან როგორ ერთი წლის წინ დაიწყეს ნიკა გამყრელიძემ, რამაზ კუკულაძემ და ნინო კიკნაძემ კიდევ ერთი არაჩვეულებრივი პროექტი. მონტესორის პირველი საბავშვო ბაღი საქართველოში გახსნილია. მას პირველი მობინადრეები წავს, რომელსაც საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრი მონტესორის პროფესიონალთა გუნდი ევლება თავს და არაჩვეულებრივი სივრცე და აურა არის ამ ახალ აშენებულ საბავშვო ბაღში, რომელსაც გუშინ ვეწვია და მქონდა პატივი რომ პირადად მიმელოცა მონტესორის მეშვეობისთვის ეს ამბავი. მონტესორი უნივერსი ეს არის სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საერთაშორისო დაწესებულება, რომელიც ფრენჩაიზინგის გზით დაფუძნდა და სკოლამდელი აღზრდის მიმართულებით ქართულ საგანმანათლებლო ბაზარზე სრულიად ახალი სტანდარტი შემოიტანა. როგორც ბაღის მესვეურები განმარტავენ BMG-სთან, მონტესორი უნივერსის სივრცეში მოსწავლე ერთდროულად ხდება როგორც აღმომჩენი, ისე მკვლევარი და სწავლების პროცესის მთავარი მოქმედი გმირიც. პედაგოგი კი დამკვირვებელი გახლავთ, მხარდამჭერი და ასევე ბავშვის განვითარების მეგზური. მონტესორი უნივერსის დამფუძნებლები აღნიშნავენ იმასაც, რომ ბაღის მთავარი ფუნქცია და დანიშნულება მცირეწლოვნებისთვის დამოუკიდებლობის განვითარება, мотиваციის გაღვივება, კონცენტრაციის გაუმჯობესება, სოციალური უნარების განვითარება და რაც მთავარია, მხარდაჭერა არის იმ პატარა ნაბიჯებისა, რომელიც დიდი მომავლისკენ იდგმება. ასაკობრივი ჯგუფი არის 2.5-დან 6 წლამდე. მეთოდოლოგია არის სრულად მონტესორის, რასაც ხედავთ ამ სივრცეში ავეჯს, მასალებს, ყველაფერი არის ეკოლოგიურად სუფთა, გარემოც როგორც ხედავთ, ანუ შენობა არის აშენებული ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალით და გარემონტებული არის ასევე და მთლიანად აღჭურვილია მონტესორის გზამკვლევით და მიმართულებით. დაცულია აბსოლუტურად ყველა სტანდარტი დაწყებული სახანძრო უსაფრთხოებიდან, დასრულებული კვების სტანდარტამდე და ვფიქრობთ, რომ ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ბავშვთა ადრეულ განათლებაში და დარწმუნებული ვართ, რომ ბავშვები, რომლებიც მონტესორის ბაღს დაამთავრებენ, იქნებიან პასუხისგებლობის, გრძნობით სავსე, ღირსეული მოქალაქეები. ბავშვი რო შემოდის კლასში, პირველ რიგში საუზმობს, თვითონ შლის მაგიდა, შემდეგ ალაგებს და რეცხავს ჭურჭელს. და კავდება გარკვეული აქტივობებით. ეს აქტივობა შეიძლება იყოს პრაქტიკული ცხოვრების განზომილებიდან, სადაც ძირითადად ბავშვები სწავლობენ საკუთარ თავზე ზრუნვას და ასევე გარემოზე ზრუნვას. შეიძლება იყოს სენსორული მასალები, რაც ძირითადად ხელს უწყობს ბავშვის ცხვილი და წვრილი მოტორიკის განვითარებას, არის ხელოვნების ზონა, სადაც ძირითადად ხატვით ან პროექტების შექმნით არიან დაკავებული, რაც კედლებზეა წარმოდგენილი, გვაქვს მუსიკის და ხელოვნების გაკვეთილები, ასევე ძალიან საინტერესო გეოგრაფიის, ისტორიის მასალები წარმოდგენილი, კითხვის ზონა, მათემატიკის და მეტყველების სივრცე.